ის ამბები პოლიტმეტრის საზონში საღამოშვიდობის. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მილოცვებს იღებს. ირაკლი ღარიბაშვილის და უკვე მისი სამთავრობო შემადგენლობის 2 დღე პარლამენტში. მუშაობის პროცესში შინაგან მინისტრობის დროს რა შეაფასებთ თქვენს ჩავარდნას, ნაკლად დაუშვათ, რა ვერ შეძლებთ? არავის არის ჩავარდნა მქონია. მადლობთ. დიდი მადლობა. ცხოვრება ტექნოლოგია. თქვენი გუნდი თქვენ გაასამართლეთ 300,000 ადამიანი. საათის განმავლობაში. თქვენი რეჟიმი თავდაცებულად ვთქვათ, რომ იყო რაღაც ნეოფაშისტური წარმონაქმნი. პოლიტმეტრში ეკაბესელია საპარლამენტო უმრავლესობა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ერთმანეთის პირისპირ ზურაბ ჭიაბერაშვილი ნაციონალური მოძრაობა, დავით ზურაბიშვილი რესპუბლიკური პარტია. ენდეთ პოლიტმეტრს. პრეზიდენტის ხელმოწერაც და ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ოფიციალურად გახდება პრემიერ-მინისტრი. საკუთარი გამოსვლა პარლამენტში მან ბიძინა ევანიშვილის მიმართ გამოხატული მადლიერებით დაასრულა. უმცირესობის შეტევა მოგერიებულია, საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს. ნახოთ განწყობები კენჭისყრის შემდეგ, რომლის დროსაც ახალ მთავრობას 96 მომხრე და 19 მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა. საქართველოს მთავრობას გობა გამოცხადებული აქვს. მე გავაგზელებ იმ ძიცვას, რა გზითაც გადიოდა ბატონი ბიძინა ევანიშვილი. გავაგზელებ მის მიერ დაწყებულ საქმეს და პირდაპირ მოსახლეობას, რომ პირნათელ ვემსახურები ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას. ჩვენ ყავს უკვე პარლამენტი, არჩეული პრეზიდენტი, გობა გამოცხადებული მთავრობა და წინ არის ძალიან დაძაბული შრომის 3 წელიწადი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ განუსაზღვრა კოალიცია ქართულ ოცნებას. მე ყველას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ძალიან მყარად ვდგევართ იმ აზრზე ყველა, რომ ერთიანი ჩანაფიქრით გავაგრძელებთ საქართველოს განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, კონკრეტულად რაც შეეხება თავდაცვის სფეროში, ჩვენი ჯარი იქნება უზრუნველყოფილი ყველაფრით, რაც მათ ჭირდებათ, რომ საკუთარი სამშობლო დაიცვან. ჩვენ გუნდი, რომელსაც გამოგვიცხადეს ეს ნდობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება ძალიან სწრაფად განხორციელდეს. ის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც არის დღეს ქვეყანაში, უმუშევრობა, უახლოეს მომავალში მოხდეს ამ ყველაფრის შემცირება. იმ ნდობას გავამართლებთ, რაც ჩვენ გამოგვიცხადა ქართულმა ხალხმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ყველაზე მთავარი ალბათ ისაა, რომ ჩვენ გავაკეთებთ იმაზე მეც, ვიდრე ჩვენ პირდებოდით და პირდებით ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პროგრამა, რომელზეც ქართული ოცნების პროგრამაში იყო საუბარი არჩევნების წინ, რაც დაიწყო მერცის განმავლობაში, უფრო მაღალი ტემპით გაგრძელდება. ამის ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ბოლო თვეების მდგომარეობა იმავე ეკონომიკაში და ის საინვესტიციო ფონდი, რომელიც ასევე 2014 წლიდან ამუშავდება. ეს არის იგივე მთავრობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით მილიარდით და წლის ბოლოს დავალდა ზუსტი ციფრი გვეცოდინება გაარღვია ბიუჯეტი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკის და არაფრად აქცია და ყველა პარამეტრი გააუარესა. ეს არის მთავრობა, რომელსაც არც ერთი დაპირება, რომელიც მას ჰქონდა წინა საარჩევნოდ არ შეასრულა და ეს არის მთავრობა, რომელიც მხოლოდ ტყუილით და ასე ვთქვათ, ტყუილზე დაფუძნებული იდეოლოგიის ცდილობს რომ გავიდეს ფონს. ჩვენი პოზიცია არის, მე ვთვლი, რომ ძალიან ნათელი, ჩვენ დავუსვით კონკრეტული შეკითხვები, უგზავნოთ დაკარგულ დაპირებებთან და 700 მილიონთან დაკავშირებით, რომელიც ამ ბიუჯეტში არის. პასუხები იყო სრულიად არაკომპეტენტური, ისე პასუხად ისმოდა 9 წელი ნეონაცისტური რეჟიმი, შეურაცხყოფელი ტონი, ბუნებრივია ასეთ სიტუაციაში ზედმეტი ამ პასუხისმგებლობის განაწილებაზე საუბარი.
ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა პოლიტმეტრის ეთერში ქუთაისის სამშვიდობისა ქალბატონო ეკა გმადლობთ რომ გვერთვებით საკმაოდ დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ჩემი პირველი შეკითხვა ფაქტორები რომელსაც ქართული ოცნების მთავრობა მიიჩნევდა წინააღმდეგობად ამ დრომდე მოხსნილია თქვენ მაგალითად რაღაც პერიოდის შემდეგ ერთი წლის შემდეგ აღარ იტყვით რომ ნაციონალური მოძრაობა ყოფილი პრეზიდენტი გიქმნიდათ ბარიერებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისას, თუნდაც ეკონომიკურ ზრდაში, თუნდაც ახალი სამუშაო ადგილების მოძიებაში. საღამოშვიდობის ნინო საღამოშვიდობის მაყურებელს საკმაოდ რთული და დაძაბული 2 დღე იყო. თუმცა ძალიან საპასუხისმგებლო, იმიტომ რომ წრე შეიკრა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნები ჩავატარეთ და უკვე დავამტკიცეთ მთავრობა. ის სამეული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ლეგიტიმურობით იყოს ყველა პროცედურა გავლილი და მუშაობდეს მართლაც შეთანხმებულად და კოორდინირებულად. ჩვენ ეს უკვე სახეზე გვაქვს და პრეზიდენტი, რომელიც ხალხმა აირჩია და შეუდგა თავისუფლებამოსილებას, დღეიდან უკვე ახალი მთავრობა, ახალი პრემიერ-მინისტრით შეუდგა მუშაობას და მე ვფიქრობ, რომ ის ბარიერები, რომელიც ჩვენ ამ 1 წლის განმავლობაში გვქონდა და ეს იყო უსერიოზულესი ხელისშემშლელი მართლაც პრობლემები, რომლის გამოც გაცილებით მეტი ძალისხმევის და ენერგიის დახარჯვა დაგვჭირდა იმ შედეგების მიღწევისთვის, რასაც მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, მომავალი 1 წელი იქნება განსხვავებული ყველა თვალსაზრისით, თუნდაც იმიტომ, რომ მთლიანად მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი იმუშავებს არა კონფრონტაციის რეჟიმში, არამედ იმუშავებს საერთო მიზნისკენ. აქ ძალისხმევაც რაც საჭიროა მიემართება იმ შედეგებისთვის, რომელიც უკეთესი გვექნება მომავალი წლისთვის და ბუნებრივია არ იქნება ჩასაფრებული მდგომარეობა, პირიქით პასუხისმგებლობა გადანაწილებულია მთლიანად მთელ გუნდზე, პარლამენტზე, პრეზიდენტზე, მთავრობაზეც და ჩვენ გვექნება მე არ ვაჭარბებ მართლაც ძალიან კარგი შედეგები მომავალი წლისთვის. ძალიან ბევრი პროცესი, რომელიც ან შენელებული იყო, ან გაჩერებული იყო, დაიძურება. მე ვგულისხმობ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იმ სამუშაოს ჩატარებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეხება ძირითადად ძალოვან უწყებებში რეფორმების განხორციელებას და სამართლიანობის აღსრულების აღდგენის არა, შეგნებულად ვიყენებ ამ სიტყვას, აღსრულების პროცესის გაგრძელებას. მთავარ პროკურატურაში პროგრესული გუნდი მოდისო, თქვა ახალმა პრემიერ-მინისტრმა და მან აქვე თქვა, რომ განიცდიდა, როდესაც სასამართლოში გაგზავნილ საქმეებზე ირკვევდა, რომ მტკიცებულებები აკლდა ამ კონკრეტულ საქმეებს. ყოფილი გუნდი არ იყო პროგრესული, აი თქვენ სწორედ ადამიანის უფლებების მიმართულებით სამუშაო ახსენეთ, რომელიც ჩასატარებელია და თანსდალოვანი უწყებების მუშაობაც არის, როგორც ჩანს, რეფორმები დაგეგმილი ამ თვალსაზრისით, რა ჭირდება თუნდაც პროკურატურას? კარგი კითხვა ძალიან და ერთ-ერთი აქტუალური. თუ სადმე არის ყველაზე მეტი რეკომენდაცია და განცხადება ან შუამდგომლობა გაგზავნილი ჩვენი კომიტეტიდან, ეს არის პროკურატურა. მართლაც პირველ ადგილზეა მაჩვენებლებში, თუმცა ბევრი სირთულე იყო. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ურთულეს პირობებში მოუხდა პროკურატურას მუშაობა და არ ვიქნები მართლაც ობიექტური თუ ვიტყვი, რომ იოლი იქნებოდა იმ გამოწვევების გაძლება პროკურატურისთვის, რომლის წინაშეც ის დადგა პირველ წელს, იმიტომ რომ ზღვა მასალა მოაწყდათ მათ უამრავი საჩივარი იყო, მარტო ჩვენ კომიტეტშია 13,000 განცხადება შემოსული, გაცილებით მეტი პროკურატურაში. მათ ჰქონდათ პრობლემები, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად იმუშავა ახალმა პროკურორმა, არჩილ გველაშვილმა, მან მისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა. ასევე ვერ ვიტყოდი აუქს, მე ვფიქრობ, რომ ქალაქის პროკურორის ქალბატონი წარიაშვილიც მაქსიმალურად აკეთებდა ყველაფერს, მაგრამ ბუნებრივია, რომ 2 ძირითადი მიზეზი იყო, რომლის გამოც ალბათ საჭიროა კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადასვლა. პირველი, მე დავასახელებდი მართლაც სრულიად შეუსაბამო არსებული ადამიანური რესურსისთვის საქმეების რაოდენობას
და იმ ათასობით საჩივარს, რომელზედაც ერთდროულად დაიწყო გამოძიება და უბრალოდ არსებული რესურსი ვერაფრით ვერ იქნებოდა საკმარისი, რომ გამკლავებოდა ამ შემოტევას პირველ წელს და მეორე საკადრო პრობლემა. გულისხმობ იმას, რომ სამწუხაროდ ბევრი პროკურორი, რომელიც მონაწილეობდა პოლიტიკურ საქმეებში, დარჩნენ ისევ სისტემაში. აი ამ თვალსაზრისით რა შეიცვლება ქალბატონო ეკა უკაცრავად ჩაგეჭრებით? მე იმედი მაქვს, რომ ბატონი ფარცხალაძე ბატონი ფარცხალაძე, რომელიც ძალიან ესეთ რთულ ეტაპზე მოდის, მაგრამ ძალიან დიდი იმედებით ვარ ჩვენ ყველანი მის მიმართ განწყობილი და გვაქვს ინფორმაცია, რომ ის მართლაც აპირებს ძალიან სწრაფად გაგრძელებას სამართლიანობის აღსრულების პროცესის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, რომ გადაიხედოს გენერალური ინსპექციის მუშაობა პროკურატურაში. მე ვფიქრობ, რომ ეს სამსახური ვერ მუშაობდა ეფექტურად, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე რეკომენდაცია გავაგზავნეთ გენერალურ ინსპექციაში, მაგრამ რეაგირება ადეკვატური ამ რეკომენდაციებზე არ იყო. ამიტომ ის გადახედავს ალბათ იმ კადრებს, გულისხმობ ძველ პროკურორებს, რომელიც ადეიშვილის პერიოდში მუშაობდა ძალიან გახმაურებულ საქმეებზე. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი უხერხულობაა, როდესაც წინ წამყვან პოზიციებზე აღმოჩნდებიან. ამიტომ ამ კუთხით რეფორმები განსახორციელებელია, მაგრამ ის გუნდი, რომელიც მუშაობდა, ახალი გუნდი, ესე ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ მათ მაქსიმუმი გააკეთეს და არ შეიძლება, რომ უმადურობა გამოვხატო მათ მიმართ. მოკლედ გამოდის, რომ რეფორმები გამოიხატება პროკურატურაში პირველ რიგში საკადრო გადახალისებაში. შეგიძლიათ დამიდასტუროთ ეს ასეთია გეგმა? აუცილებელია. ქალბატონო ეკა დღეს აუცილებელია, ეს არის ის დარჩენილი ნაწილი, რომელიც დაიწყო, მაგრამ ბოლომდე ვერ განხორციელდა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ გევორქიანის და შკრილნიკოვის პოლიტპატიმრებად აღიარებას შეცდომაო. თქვენ ხომ არ გადააფასეთ ეს საკითხი, მაინტერესებს ვინაიდან პრინციპში ეს სია, რომელიც დაზუსტდა და რომლის ირგვლივაც დღესაც არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი, თქვენი დიდი წვლილით არის შედგენილი. უბრალოდ გუშინ თქვა ეს ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთ შეხვედრისას. მადლობა ნინო ამ კითხვისთვის და მე მინდა რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოვახერხო სრულად. იმიტომ რომ მუდმივად ისმის ეს კითხვა. მე არ მიმაჩნია და არ ჩვენს კოლეგებს პარლამენტში, რომ ეს იყო შეცდომა, პირიქით. მე მიმაჩნია და პარლამენტის პოზიციაც ასეთია, რომ ყველაზე მძიმე საბრალდებო დასკვნა, რომელიც ჩვენ დავდეთ და ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილება, ერთ-ერთი პირველი სამართლიანობის აღსრულების პროცესში, რომელიც პარლამენტმა გააკეთა, იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. რაც შეეხება ამ სიას მე არ ვადგენდი, ეს სია წლების განმავლობაში არსებობდა. თქვენ გახსოვთ, რომ არაერთი მიტინგი და აქცია ტარდებოდა ერთი და იგივე მოთხოვნით, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ეს გვარები, რომლებიც ამ პოლიტპატიმრების სიაში არიან, წლების განმავლობაში იყვნენ და თითქმის რამდენიმე ადამიანის გარდა ამ სიას გამოაკლდა, თორემ ბევრი არ დამატებია, გამოაკლდნენ ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყვნენ გათავისუფლებულები. რაც შეეხება მუდმივად, როდესაც ნაციონალები ამ გვარებს ასახელებენ. მათ პოპულარულად მიაჩნიათ, რომ თუ რუსულ გვარს დაასახელებენ სკრილნიკოვს. შკრილნიკოვი არ არის, სკრილნიკოვია, ეს არის ეგრეთ წოდებული ენვერის საქმე და გონიათ, რომ ამით ეს არის ცუდად დემაგოგია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ის საქმე, როგორიც იყო მაგალითად ხურჩის საქმე, სადაც ტერაქტი მოიგონეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დადგეს ეს სპექტაკლი. ასე მოიგონეს ჯაშუშები. თქვენი კოლეგა ნანა ლეჟავა თავის დროზე აშუქებდა ამ საქმეს და ძალიან საინტერესო დოკუმენტური მასალა გაახმოვანა. ეს არის სასაცილო საქმე, სადაც მთელი ჯაშუშობის სქემა გამოიხატა იმაში, რომ ფლეშკაზე ჩაწერილი იყო მუსიკალური ჰანგები და ეს იყო ამოღებული ეგრეთ წოდებული ჯაშუშებისგან. ეს ჯაშუშები იყვნენ ფრინავები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს-რუსეთის ომში საქართველოს მხარეს და მათ შორის სააკაშვილს
აცილებდნენ ხოლმე თვითმფრინავით და მეორე ნაწილი იყვნენ ბიზნესმენები, რომელთაც ბიზნესებს ართმევდნენ, ესენი ართმობდნენ და მოიფიქრეს ეს ჯაშუშობის სქემა, ანუ უძლებელია და ეს მითი, რომლითაც დემონსტრირება ხდებოდა, რომ წინა ხელისუფლება აი როგორ მძიმე საქმეებს. თუმცა უკაცრავად ქალბატონო ეკა აღმოჩნდა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრიც ეთანხმება ამ მოსაზრებას. ეხლა გეტყვით ამას რატომ. ის სამსახურები, რომელთაც თავის დროზე ეს ადამიანები დააკავეს და ვინც მუშაობდა ამ საქმეზე, ეს არის ანტიტერორისტული ცენტრი და კიდევ სხვა სამსახური. ის სამსახურები ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლის შემდეგაც შენარჩუნდა და ის თანამშრომლები იქ მუშაობდნენ და ის ადამიანები ბუნებრივია ეცავდნენ თავიანთ პოზიციას და ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც მე ნდობასაც უცხადებ და დღეს ჩემ პოზიციას გამოვხატე, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ის უწყების ინტერესებს იცავდა იმ სიტუაციაში. მე მესმის, რომ ის დარჩა თავის განსხვავებულ პოზიციაზე, მან ეს პოზიცია მაშინ დააფიქსირა, დღესაც გქონდა სხვათა შორის ჩვენ ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მიუხედავად მისი პოზიციისა, პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და რამდენიმე მოსმენა იყო ამ საქმეებზე, რამდენიმე კომისია გაიარა და პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. ყველამ უნდათ ეს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ჩვენ გაცილებით მეტი პოლიტპატიმარი ყავდა რეალურად, ვიდრე სიაშია. ჩვენ ვერ მოვასწარით ყველა საქმეების განხილვა და დღესაც ასობით ადამიანი ითხოვს ამ სტატუსის მინიჭებას. ასე რომ მე ვარ ძალიან პრინციპული, დაჯერებული და ნებისმიერ ადამიანს შემიძლია ყველა კონკრეტულ საქმეზე ველაპარაკო, რა ნიშნით მოხდა გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ციკლაური ამბობს, რომ რომელი პოლიტიკოსი იყო გალოგრე ან გევორქიანი, პოლიტიკოსები არ არიან მხოლოდ პოლიტპატიმართა სიაში. თამაზ თამაზაშვილი არ იყო პოლიტიკოსი, მაგრამ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა და ევროპის საბჭომ დეფინიციაში ასეთი ნიშნებით შეიტანა, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები ხდებიანი, პოლიტიკური ნიშნით ან პოლიტიკური საქმის გამო, мотивაციით, როდესაც ადამიანი ხდება პოლიტიკის მსხვერპლი, ასეთი დეფინიცია არსებობს და ჩვენ ვიხემძღვანელეთ ევროსაბჭოს დადგენილი სტანდარტი. ქალბატონო ეკა, თქვენ ხომ არ იქნებოდით შემთხვევით პრემიერ-მინისტრის მისამართით ანალოგიურად კრიტიკული, როგორიც დღეს იყო ირიბად კრიტიკული, ვთქვათ, აი ამ გადაწყვეტილების მიმართ კვლავ ღარიბაშვილი ის ამბობს, რომ მას შეცდომები არ ჰქონია შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში. თუმცა აი კონკრეტული საქმეები არსებობს, რაფალიანცი, თელიას საქმე, ბათუმის პოლიციის უფროსის დაკარგული მტკიცებულებები, ჯიჰადის ვიდეოები, რომლის ირგვლივაც დამაჯერებლად არ მიაჩნია საზოგადოების ნაწილს, ასევე თქვენს ოპონენტებს გავრცელებული ვერსია 17 მაისი თქვენ ადამიანის უფლებების კომიტეტი გაბარიათ. სწორედ ამ კუთხით თუ შეხედავთ, რომელიმე მიმართულებაში აქვს ხარვეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს ან რომელიმე კონკრეტულ საქმეში? მე ძალიან კრიტიკულად უყურებ ყველა იმ თემას, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების დაცვას. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით მთლიანობაში ვართ კმაყოფილი და რატომ? თავარი რამ იყო ორი ამოცანა. პირველ ეს იყო დეპოლიტიზირება უნდა მომხდარიყო ამ სამინისტროს და რეფორმები უნდა განხორციელებულიყო, რაც მოხდა. და მოხდა ძალიან უმტკივნეულოდ ეს პროცესი. და მეორე ეს იყო ძალიან დიდი და მასშტაბური ამნისტიის ფონზე კრიმინოგენური ვითარების გაკონტროლება, ისე რომ ადამიანის უფლებების დარღვევა არ მომხდარიყო. იქ სადაც მოხდა ცალკეული გადაცდომები, სადაც მოხდა დარღვევა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, მინდა გითხრათ, რომ საოცრად შთამბეჭდავია ციფრი ვინ პოლიციელების დაშის ფაქტები, რომლებიც ადმინისტრაციული წესი დაისაჯნენ, 200-ზე მეტი ასეთი რაოდენობა არჩევნების შემდეგ, რაც არ ხდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში. რაც შეეხება მაისში, როცა 17 მაისს მოხდა აქციის დროს
საკმაოდ ცეთი მძიმე დღე იყო. ჩვენ დასკვნა დავდეთ და რეკომენდაციები გავგზავნეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. მაშინ სხვათა შორის ნახეთ პირველად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების შედეგად პოლიციელები მოქალაქეებს კი არ დაძდებდნენ ხელჯოხებით, მოქალაქეებისთვის გამიზნულ ძალადობის დარტყმებს იღებდნენ საკუთარ თავზე. ისევე იყო 8 თებერვალს, როდესაც ჩვენი ოპონენტების ასევე გამომწვევი ქმედებების გამო მოხდა გარკვეული ძალადობის ფაქტები და სწრაფად იყო აღკვეთილი. ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც კი ხდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენს კომიტეტს აქვს ძალიან ხიზელი თვალი და ახორციელებს საპარლამენტო მონიტორინგს. მინდა გითხრათ, რომ 200-ზე მეტი რეკომენდაცია და სხვა მიმართვა არის გაგზავნილი. და ითვალისწინებს სამინისტრო ამ რეკომენდაციებს, ეს არის განსაკუთრებულად საინტერესო. თავარი რომ ჩვენ ძალიან კარგად არის აწყობილი ეს სამუშაო ურთიერთობა და საკმაოდ დიდი ნაწილი გათვალისწინებულია, რომელზედაც მიმდინარეობს შესწავლის პროცესი, გვაქვს ურთიერთობა. ეს ის შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მაგალითად დაბარებას, როდესაც ვერ ბედავდა წინა პარლამენტი, ჩვენ შეგვიძლია ირაკლი ღარიბაშვილისთვის გვეთქვა, შეგვეძლო, ეხლა უკვე ალექსანდრე ჭიკაიძეს ვეთქვით ამას, რომელიმე საკითხზე მაგალითად საჭირო იყო შეხვედრა, კომუნიკაცია, მოსვლა და რაღაც საკითხის განხილვა და არანაირი პრობლემა არ იყო. აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა. იქ სადაც არის ცალკეული პრობლემები და მე მაქვს ესეთი ინფორმაცია, პირდაპირ ვაკეთებ ამაზე რეაგირებას. შეიძლება ყველაფერი არ არის ეხლა საჯარო და სააშკარო, მაგრამ რეაგირებას აბსოლუტურად ყველაფერზე ვახდენ. ნებისმიერი ინფორმაციაზე, აი მოქალაქე როდესაც მოდის და მელაპარაკება. ესე რომ ნინო, ეს არ არის ის ვითარება, როდესაც თვალს დავხუჭავთ ადამიანის უფლებების დაცვას. მე უფრო რა კითხვა მაქვს, თქვენ რომ ახდენთ რეაგირებას გასაგებია, ისინი თუ ახდენენ თქვენს რეაგირებას, ანუ ეთანხმებით ღარიბაშვილს, რომ მას არ ქონია სერიოზული ხარვეზები და არასერიოზულიც, როგორც მან თქვა, თავისი მუშაობის 1 წლის განმავლობაში. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ესეთი როდესაც კითხვა დაისვა, რა იყო ყველაზე ესეთი არსებითი ჩავარდნა, მე ვფიქრობ, რომ ზოგადიანობაში მუშაობას, როდესაც ვაფასებ, მე ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად და ჩემი ძალიან ესეთი კრიტიკული დაკვირვებით მთლიანობაში ეს სამუშაო, რომელიც ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ შორის საკანონმდებლო რეფორმის კუთხით, ან პოლიციის შესახებ კანონის ცვლილება და შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ არის მართლაც ძალიან კარგი შედეგი. ჩვენ მქონდა რამდენიმე შენიშვნა, იგივე საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით. ლევან იზორია, რომელიც არის საპარლამენტო მდივანი და მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, ყველა შენიშვნა, რომელიც კი ჩვენ მქონდა გამოთქმული, პრაქტიკულად გაზიარებული იყო. მე რო გითხრათ, რომ ეხა უნაკლო არის რომელიმე სამინისტრო ამ ხელისუფლება, მე მგონია, რომ დავემსგავსებით ეხლა ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას. მე შორს ვარ იმასვისგან, რომ იდეალურია ვითარება, მაგრამ მე ვაფასებ ყველაფერს შედარებით 1 წლის ფონზე, რამდენად იყო მართლაც კარგი შედეგი პოლიტიკური შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან, პოლიტიკური ინსტრუმენტიდან მიგვეღო ეს სისტემა. აი ამის გათვალისწინებით, ნინო, გულწრფელად გეუბნებით, რომ მე ვფიქრობ შედეგები არის მართლა ძალიან კარგი. და ქავატონო ეკა, ჩვენ ცოტა დრო გრჩება, ამიტომ ერთი მთავარი კითხვა, რომელიც არსებობს ამ 2 დღის განმავლობაში და ზოგადადაც ღარიბაშვილის ციტატა, ჭიკაიძე 26 მაისს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, მაგრამ დარბევაში არ მონაწილეობდა, ის თავის მოვალეობას ასრულებდა. 26 მაისი ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა გასული ხელისუფლების ბიოგრაფიაში. თქვენ თუ გაარკვიეთ კონკრეტულად რას აკეთებდა ჭიკაიძე 26 მაისს? მე პირადად ვკითხე ნინო დღეს ლექსო ჭიკაიძეს და დავაზუსტე ეს საკითხი. მართალი გითხრათ, აი გულმა არ მომითმინა, იმიტომ რომ მივხვდი, რომ რაღაც არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. პირდაპირ კითხე, რომ იყო თუ არა რუსთაველზე და მან მითხრა, რომ ის რუსთაველის გამზირზე არ იმყოფებოდა, როდესაც დარბევა იყო. და ის იმ დღეს ასრულებდა მორიგე იყო და მორიგეობდა სამსახურში, მის კონკრეტულ დანაყოფში, პოლიციის შენობაში
და არ იმყოფებოდა რუსთაველზე. მან ეს მითხრა პირადად და მე არა მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ცრუ ინფორმაცია მომაწოდა. შეიძლება ეთქვა, რომ იყო რუსთაველზე, მაგრამ არ დაურბევია არავინ. მითხრა პირდაპირ, რომ რუსთაველის გამზირზე 26 მაისს ალექსანდრე ჭიკაიძე არ იმყოფებოდა. ეს არის პირადად მისგან მიღებული ინფორმაცია, რომელიც მე მოვისმინე დღეს. გმადლობ და ჩვენ 2 წუთი გრჩება, ამიტომ მე დავსაუბრ კითხვა შეიძლება თქვენი თქვენ შემდეგი ჩემი ხმა ვერ გაიგოთ, ამიტომ გთხოვთ რომ წუთ ნახევარი დაახლოებით გამოვიყენოთ ამ კითხვაზე პასუხისთვის. კარგად დაწერილი სიტყვათა ჯგუფი, ასე შეფასა ერთ-ერთმა თქვენმა ოპონენტმა, მთავრობის პროგრამა, რომელსაც უკან არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. არის ასეთი მძიმე პროგნოზი მათი მხრიდან, რომ ის ვერ შესრულდება და არც შესრულდება. გაქვთ არგუმენტირებული პასუხი მათ მიმართ? მაქვს და ამაზე პასუხი იქნება ის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც მთავრობამ მიიღო, როდესაც ისინი ამბობენ, რომ არაფერი არ გაკეთებულა, მე მახსენდება რამდენიმე რამ, რაც ამ წლის განმავლობაში მოესწრო, ის რომ პენსია გაიზარდა, ის რომ სოციალური დახმარებები გაორმაგდა, ის რომ მთავრობამ ჯანდაცვის მართლაც კარგი პაკეტი შემოიღო, ის რომ ბავშვებისთვის წიგნები დარიგდა, ის რომ უფასო განათლების კუთხით 16 ფაკულტეტი ან სოციალური მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, იგივე სოფლის მეურნეობის კუთხით. აი ეს გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იქნა რთული ერთწლიანი პოლიტიკური თანაცხოვრების პროცესში, მე მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ იმ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი ოპოზიციონერი არ იქნება და დაკავებული არ იქნება საბოტაჟით, გაცილებით მეც გააკეთებს მთავრობა. მომავალ წელს, როდესაც ჩვენ დავითვლით რა გაკეთდა ახალი მთავრობის და ახალი ხელისუფლების პირობებში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ოპონენტებს ჩუმად მაინც შერცხვებათ იმ გამოთქმული სკეპტიციზმის თუ პროგნოზების, რომელსაც დღეს აკეთებენ. შეიძლება არ აღიარონ, ეს მათი ჩვეულებრივი სტილია, მაგრამ საზოგადოება ხო დაინახავს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა მართლაც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს იმისთვის, რომ ადამიანებს შეუმსუბუქოთ ძიმე პირობები, შეუმსუბუქოთ ცხოვრება და რაც მთავარია, ადამიანებმა იგრძნონ, რომ ისინი დაცულები არიან და მათზე ხელისუფლება ფიქრობს და რომ ჩვენ მათ ვემსახურებით და არა პირიქით. დიდი მადლობა ეკა ბესელიას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც პასუხობდა პოლიტმეტრის შეკითხვებს. დაბრუნდებით რეკლამის შემდეგ პოლიტიკურ მხარეებთან ერთად. გამოგვეხმაურებთ Facebook-ზე.